მოგესალმები, სწორედ შენ, ვინც ახლა მიყურებ, შეგიძლია ბოლომდე მომისმინო და გაიგო ჩემი დამოკიდებულება იმაზე, რასაც დღეს ხელოვნებას ეძახიან, ან შეგიძლია ეგრევე გამორთო ეს ვიდეო და გააგზავნო ის, რასაც აქამდე აკეთებდი. რაც შეეხება გამოიწერე და ლაიქე და მსგავსი სისულელეები, არ არის პრობლემა, თუ არც გამომიწერ, 100 წელი არავინ შეგეხვეწება. მე აქ ვარ იმისთვის, რომ გითხრა ის, რაც სიმართლედ მიმაჩნია. ხო და დავიწყოთ. იყო დრო, როდესაც ხელოვანი ადამიანი წლების განმავლობაში მომწიფებულ იდეებს ლამაზად ფუთავდა და გვაწვდიდა. ახლა კი იქნის კონტენტს, შოუ, სადაც ყველაფერი სწრაფად ხდება, ხმაურიანად და ზედაპირულად. ხელოვნების სიღრმე გადავიდა ეფექტებზე, ემოცია კიდევ ლაიქებს. შინაარსი ჩუმაძის კუთხეში და ელოდება, ვინმე გაიგებს თუ არა, რომ ის ჯერ კიდევ საჭიროა. დღეს ყველა იბრძვის ვიზუალისთვის, მეტი სიბრჭვილე, მეტი ფერი, ეს არის დღევანდელი კომპიუტერული გრაფიკის მიზანი, ლამაზი, პერფექტული, მაგრამ სულის გარეშე. ინსტრუმენტი გახდა ყოვლისშემძლე, პროგრამები კარნახობენ სტილს, რა მიმართულებით წავიდეთ, ჩვენ კი უყურებთ ამ ყველაფერს და გონია, რომ სანახაობა უკეთესობისკენ გცვლის. ადრე წლების სწავლობდით ერთი დეტალის სწორად დახატვას, დღეს ვისაც უნდა ერთვეში ხელოვნებას ქმნის, ბევრს აღარ აქვს სურვილი წვალებით მოიპოვოს ცოდნა, სამაგიეროდ აქვს ფერადი შედეგი, რომელსაც ერთი შუქის ჩაქრობაც კი გაამუქებს. კომპიუტერული გრაფიკა დღეს ერთ დიდ რბოლას გავს, არა იდეისთვის, არამედ ყურადღებისთვის. ვეჯიბრებით ერთმანეთის ტექნიკაში, ვინ მეტი რენდერი, ვინ მეტი დეტალი, ვინ უფრო საშინელი, ვინ უფრო ძერსკი, მაგრამ ცოტას თუ აქვს ის სიღრმე, ის ნაპერწკალი, რაც ნამდვილ ხელოვნებას გამოყოფს დანარჩენისგან. მოთმინება, ცხოვრებაზე დაკვირვება, საკუთარი თავის დანახვა, საზოგადოებისთვის შეცდომებზე და წინსვლისკენ მითება, რაც კულტურის განვითარების საფუძველია. საითკენ მიდის ეს ყველაფერი? იქით, სადაც ფორმა დარჩება, მაგრამ შინაარსი დაიკარგება. იქით, სადაც ვირტუალური სამყარო რეალობას მოწყდება და ადამიანი ორ უკიდურესობაში გაიფანტება. იქით, სადაც ნამდვილი ხელოვანი კუთხეში აზოტურ აჩრდილად გადაიქცევა ადამიანად, რომელიც ცოცხლად დარჩა, მაგრამ დღევანდელი ეპოქას მისი აღარ ესმის.